14 აპრილს ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს ორგანიზებით საგაზაფხულო ბაზრობა 2024 გაიმართება. გამოფენა გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და უცხოური წარმოების გამორჩეული პროდუქტები, საგაზაფხულო თემატიკის საჩუქრები და ნაკეთობები. ღონისძიებას 14 აპრილს თბილისში სასტუმრო პარაგრაფი უმასპინძლებს. სტუმრებს ნამდვილი სადღესასწაულო გარემოგელით ამ ყველაფრის შესახებ კი უფრო მეც დილის სივრცის სტუმრებისგან შევიტყობთ და სიამოვნებით წარმოგიდგენთ ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს დამფუძნებელი ნანა დვალი და ამავე ასოციაციის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე კომპოზიტორი ნანა კალანდაძე არიან ჩემთან ერთად. დილამშვიდობის. ჩემო ქალბატონებო და ძალიან დიდი მადლობა. იმისთვის რომ გამონახეთ დრო. Ცულ ცოტა ხანი დარჩა, ცოტა დრო დარჩა, 2 დღე 14 აპრილამდე და მაინტერესებს როგორია სამზადისი და ის მოლოდინები და ის ბოლო ეტაპები, რაც დარჩა 14 აპრილამდე. ძალიან ღელავთ, ძალიან ბევრი სამუშაოა, თითქოს არაფერი ერთდღიანი ღონისძიება, მაგრამ სერიოზულად ბევრი შრომა ჭირდება ორგანიზება და ახლობით 100-100-ზე მეტი მონაწილეა ქართველი ხელნაკეთი ნივთების ოსტატები, ღვინის კომპანიები გამოდიან, სკოლები, საერთაშორისო სკოლები, საბავშვო ბაღი, საბავშვო გასართობი პროგრამები იქნება. ამას ყველაფერს დარეგისტრირება ჭირდება, ადგილის მიჩენა და თვითონ ეს ლოჯისტიკა როგორ უნდა მიხვიდე, როგორ გამოხვიდე ეს ყველაფერი მონაწილეებისთვის უამრავი წვიმანია, უამრავი და ძალიან სერიოზული სამუშაო არის და ამაზე ძალიან ბევრი ჩვენი წევრი მუშაობს. ჩვენ ყველანი მოხალისეები ვართ. ჩვენს ასოციაციაში უცხოელი ქალბატონები არიან ძირითადად 75% ისეთი კომპოზიცია 75-25-ზე. საერთაშორისო და ესეთი ინტერნაციონალური ხასიათი რომ შევუნარჩუნოთ ორგანიზაციას. ყველა მოხალისეა და უამრავ დროს და ენერგიას ხარჯავს ყველა მთელი გუნდი იმისთვის რომ რაღაც თანხები მოვიძიოთ და მერე სოციალური პროექტები დავაფინანსოთ. დიახ. აი უშუალოდ ამ პროექტის შექმნის იდეა და მთავარი მიზანი რა არის? პროექტი თვითონ ამ საგაზაფხულო ბაზრობას გულისხმობთ. ჩვენ 99 წლიდან ყოველწლიურად საახალწლო გამოფენა გაყიდვას ვაკეთებთ. ამ შეგროვილი თანხით მე ვაფინანსებთ პროექტებს, მაგრამ რაღაცნაირად მოთხოვნა კიდევ უფრო მეტი შემოდის დახმარების მოთხოვნა, ვიდრე შეზღუდული ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენს ფონდებში ასეთ ჩვენ არ ვფინანსდებით, ვაგროვებთ და ვაფინანსებთ. შესაბამისად გადავწყვიტეთ წელს ახალი ნაკადი მოვიდა ჩვენი უცხოელი მეგობრების ქალბატონები იცვლებიან დიპლომატები არიან ძირითადად და როტაცია ხდება ყოველ 2-3 წელიწადში და ახლები მოვიდნენ ახალი ენერგიით და მოდი კიდევ გავაკეთოთ საგაზაფხულოც რომ ცოტა მეტი თანხები მოვიწიოთ და რაღაც მიმდინარე პროექტებს კი ვაფინანსებთ ახლა დეკემბერში მოზიდული თანხებით, მაგრამ ბევრი მოთხოვნა შემოვიდა არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც უნარ შეზღუდულებთან მუშაობენ. ზოგს სივრცის გაფართოება სჭირდება, ავეჯი, პირობების გაუმჯობესება, სპეციალურად ადაპტირება ჭირდება, თქვათ, ეტლის ან რაღაცა ის უამრავი მოთხოვნაა და ამიტომ ვიფიქრეთ, რომ კიდევ გავისარჯოთ და მოვაგროვოთ კიდევ რაღაც თანხები, რომ კიდევ დავაფინანსოთ დამატებით ეს პროექტები. აი რაც შეეხება მონაწილეებს, როგორ ხდება ხოლმე მონაწილეების შერჩევა და რა ეტაპებია გასავლელი ამისთვის? ეს ძალიან რთული პროცესია. იმიტომ რომ იმდენი ნიჭიერი ადამიანი ყავს საქართველოში, აი მაოცებს ამ ხალხის ფანტაზია, ისეთ სილამაზეებს ქმნიან და ძალიან რთულია ამოარჩიო, ეხლა შენ მიიღე მონაწილეობა, შენ არა ეს მომწონს, ის არ მომწონს და ამიტომ ვინც პირველი დარეგისტრირდება, აი ამის მიხედვით ვაკეთებთ, ვაცხადებთ ხოლმე ჩვენს Facebook გვერდზე აპლიკაცია შესავსები ფორმა დაიდება ხოლმე და ესე რეგისტრაციას გადიან. და წლიდან წლამდე იზრდება ხოლმე მონაწილეთა რაოდენობა, საინტერესო და რამდენად იცვლება და მრავალფეროვანი ხდება უკვე. ყავს ბირთვი, რომლებიც 99 წლიდან 2000 წლიდან არიან ჩვენი მეგობრები და არიან ზოგიერთები, რომლებიც მხოლოდ ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობენ.
სადღაც 20-30% იცვლება მონაწილეები, სახლები მიდიან, მაგრამ რაღაც ბირთვით რჩება მუდმივად ჩვენი მეგობრებს ვეძახით. აი მონაწილეებისთვის მსგავს პროექტებში ჩართულობა, რამდენად უწყობს ხელს მათი საქმიანობის შემდგომ წარმატებას და რა შესაძლებლობაა ეს აი მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება? იცით, იმდენი სტუმარი მოდის ამ ჩვენს ღონისძიებაზე, ამ საგაზაფხულოზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ბოლოს 10 წლის უკან გავაკეთეთ და სადღაც 2000-მდე სტუმარი იყო მოსული, მაგრამ საახალწლო ღონისძიებაზე 4000-მდე ადამიანი მოდის ერთი დღის განმავლობაში. და ძალიან ბევრი მონაწილე ამბობს, რომ იქ არ გამიყიდია ბევრი, მაგრამ მერე მივიღე შეკვეთები. ძალიან ბევრმა კონტაქტები დაამყარა უცხოელებთან და უცხოეთში გაიტანა თავის ნამუშევრები და ამიტომ ცნობადობა იზრდება მათი ნამუშევრების, მათი როგორ უნდა თქვა ავტორობის თუ რა ვიცი პიროვნების და მოკლედ ძალიან მოსწონთ და უყვართ. ჩვენს გამოფენებში მონაწილეობა. და თქვენ კულტურის კომიტეტის მიმართულებით ხო, ქალბატონო ნანა. აი საინტერესოა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის კულტურისთვის, აი ეს, როდესაც უცხოელები მღებულობენ მონაწილეობას, რა ინფორმაციას იგებენ საქართველოს შესახებ და რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები ჩვენი ქვეყნის კულტურის განვითარებისთვის? კულტურის კომიტეტი და საერთოდ ჩვენთან არის კომიტეტები, შიდა კომიტეტები, კულტურის კომიტეტიც არის იმ ასე ვთქვათ ინტერესთა ჯგუფის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც უფრო არის გათვალისწინებული ჩართვისთვის იმ ხალხის, ვინც ჩვენთან ასოციაციაშია გაერთიანებული, რომ ისინი მარტო იმაზე კი არ იყვნენ მობილიზებული, ფოკუსირებული, რომ გინდა თუ არა ეს თანხები უნდა გაიღონ და დაეხმარონ და ასე შემდეგ. გინდა თუ ამიტომ მათაც სჭირდებათ რაღაც ინტერესთა ჯგუფები, სადაც თავის თავსაც გამოავლენენ. კულტურის კომიტეტი ამას გულისხმობს. კულტურის კომიტეტი არ არის აი ამ გარედან შემოსული, თუნდაც აი ამ ბაზრობებზე მონაწილე ჩვენი კულტურული სფეროს წარმომადგენლების გათვალისწინებული მათთან საურთიერთოდ. ურთიერთობას ვინ გვიშლის, მაგრამ ეს უფრო რაღაცნაირი ხიდი, აი მე შემიძლია უფრო დაუშვათ მეტი, ну რა დავარ ქართული კულტურის გაცნობა მათთვის უფრო. ამიტომ ამას ემსახურება. ზოგჯერ ჩვენ გასვლა გვაქვს სადღაც რაღაცა გარკვეული მუზეუმია, დაუშვათ რაღაც თვითონ ზოგჯერ აინტერესებთ. აი ისე მახსოვს ოპერის თეატრი დიდი ხნის სარემონტოც იყო დაკეტილი და როდესაც იხსნებოდა მთხოვეს რომ იქნებ გავაკეთოთ ერთგვარი ექსკურსია და დავათვალიეროთ რა აი ამის ორგანიზება ღონისძიება ეხლა ხან ვიყავით ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში სადღაც გავიფიქრე კიდეც რომ რა საინტერესოა რომ დაინტერესდნენ ილია ჭავჭავაძის პიროვნებით კი არა და იქ როდესაც გიდმა ძალიან კარგი გიდი იყო და მადლობას ვეუბნები მას იქ როდესაც ისე კარგად აუხსნა ეს ყველაფერი და უთხრა რომ არა მარტო თბილისში, არამედ ყვარელშიც არის საგურამ მობრუნდი ხო არ წავიდეთ მე მომმართავენ ხოლმე ხო არ წავიდეთ ხო არის ეს არის მათი ჩართვა ქართულ კულტურაში თორე კიდე პატარა სხვა დანიშნულებაც აქვს ამ კულტურას მაგალითად უფრო ფიზიკურად ჩავრთეთ ისინი მონაწილეობით გუნდი გვაქვს სასიმღერო გუნდი და გიჟდებიან ისე ესეც ამისი ნაწილია და მოდიან და ეხა ვცდილობ რომ მარტო სიმღერა დო მი სოლ არ იყოს აქ არის რა სიმღერასაც ვიღებთ დააწყებული კომპოზიტორიდან ისტორია ყველაფერი უნდა და მე საინტერესო რაღაცა ხდება როდესაც მოვა შემდეგი დაუშვათ ან ვინმემ გააცდინა ან ახალი წევრი მოვიდა ესენი მიუტრიალდებიან და ესენი უყვებიან იცი რა აი რევაზ ლაღიძე ეს თბილისო დაიწერა თბილისის და 1500 წლის თავისათვის და რაღაცა და სიამოვნებს რო უსმენ რომ აი ეს იციან ამიტომ ამ კულტურის ადამიანს ვინც კულტურას აცნობს
აცნობს ქვეყანასაც. რა თქმა უნდა, დიახ. და ვცდილობ, რომ ბევრი კუთხით იყოს ეს ჩართული და ახლა ყავს მოწვეული სტუმრები. სულ ხო, აი ახლა ნანამ გამახსენა ეს უკვე არც კი ნანას პირდაპირ. ჩემი პირდაპირ ის არის, რომ ვიღაცა სხვადასხვა სფეროდან ვცდილობ, რომ იყოს ჭრელი ეს სფერო. ჩვენ გვაქვს ესეთი გენერალური ბიზნეს შეხვედრები ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს. შერატონი გვმასპინძლობს ძირითადად და იქ რომ მოვიწვიოთ, კულტურის სფერო კი ბატონო, როგორ არა, მაგრამ სამედიცინო სფერო, ბიზნეს, ისტორია, არქეოლოგია, წარმატებული ქალბატონები, შეიძლება მამაკაციც იყოს, რატომ არა და რაღაცა გარკვეული მოკლე დროის ესეთი კომპაქტურად მიაწოდონ ინფორმაცია. ამიტომ ეს ამას ემსახურება. და რა ვიცი, აი ამ ჩართულობას და მოსწონთ ეს, რომ უბრალოდ არ არიან სადღაც ქვეყანაში და მე არ მიდიან. აი ან მარტო თავი ვიღაცა რომ ამის კოორდინაციას უწევს. ახლა თქვენ რო იყო თქვენს გაგეხარდებათ რომ ვიღაცა დაგაკვალიანებს რომ ეს ნახე, იქ წადი, აი რაღაცა ეს. ნამდვილად. ქალბატონო ნანა, საინტერესოა წეგან ახსენეთ შემეცნებითი პროგრამებიც. აი ამ ხრივ რა სიახლეებია წელს დაგეგმილი? ბავშვებისთვისაც იქნება როგორც მივხვდი. ძირითადად ბავშვებისთვის ბრიტანული სკოლა გამოდის და ექნებათ რაღაც ექსპერიმენტები ფიზიკაში და ქიმიაში. იმ სკოლის სახელი არ მახსოვს. პატარა ბავშვები რაღაც საყვარლად თითებზე რო ანგარიშობენ რაღაცა. ხო, აი ეგ სკოლა იქნება და ამათაც ექნებათ თავიანთი ეს გასართობი პროგრამა წარმოდგენილი, ხო. ფოტოკუთხე იქნება, ძალიან ლამაზად დეკორირებული ფოტოების გადაღება იქნება. ლარდი გამოდის, საბავშვო ბაღი ახალი გახსნილია. ძალიან მაღალი დონის და ძალიან საინტერესო იმათაც რაღაც გასართობი და საინტერესო პროგრამები ექნებათ ბაღის ასაკის ბავშვებისთვის. აი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, აი ამ ბრიტანულ სკოლას და აი ამ სკოლას მეორეს მათემატიკური მიმართულებით რომ არის. და ძალიან საინტერესო პროგრამებია განსაკუთრებით ბავშვებისთვის. მოცდილებისთვის ღვინის დაგემოვნება და ნამდვილად სასიამოვნო და მრავალფეროვანი გარემო ელი. აქსესუარების და რა ვიცი, აი ხელნაკეთი ნივთების ხო საერთოდ ძალიან დიდი იცით რას დავაკვირდი მე საერთოდ ამდენი წელია ხო ეს საშობაო ბაზრობებით უფრო იცნობს ხალხი ჩვენს ბაზრობებს. სახალხო დავარქვით მე რომ შეგვენარჩუნებინათ სტუმრობ, მაგრამ არ ვიცოდი რომ თქვენი ასოციაციის ჩვენი ასოციაციის სხვაშორის საგაზაფხულო ბაზრობებიც გვქონდა. ადრე ერთხელ მერიოტში გაიმართა, ორჯერ რედისონში გაიმართა და აი საღდგომო პერიოდის, საგაზაფხულო. მე რაღაცა ხო იცი რაღაც ერთხელ შეგიშლის ხელს მეორეჯერ იქ რაღაც მერე პანდემია საქმეები გვაქვს ეს ხალისეობა და დამატებითი დატვირთვა და გვიჭირს ყოველთვის გვითქვამს რომ ეს რა ქვია არ არის ხოლმე მაგის დრო იმიტომ რომ საშობაო ზამთრის ბაზრობისთვის მზადება იწყება ხოლმე სადღაც აგვისტოს ბოლოდან უკვე რომ შევიკრიბე წარმოიდგინე ხა იმდენი დრო და ისიც არ ყოფნის ეხლა ცოტა ის არის რომ აი ამ საგაზაფხულოს ამდენი პაუზის შემდეგ არის ხალხ ცოტა ისა გვაქვს რომ გავაგებინოთ თან ახალ ლოკაციაზე ვართ. ჩვენთვის ეხლა ეს ყველასთვის ახალია. სულ ეხლა რამდენიმე თვის გახსნილია პარაგრაფი, ხო? და წარმოიდგინეთ ცოტა ხამათ უნდა მოვიდეს ხალხი მონაწილეებს. ბათუმის პარაგრაფი ახსოვს და არა თბილისშიც გაიხსნა. მეც დავირეკე ვინ უზრუნველყოფს ჩვენ ტრანსპორტზე. მე ვთხარი თავისუფლების მოედანზე. შემოსასვლელიც არ არის რუსთაველის მხრიდან და ეს ინსტრუქციები რომ გავაგზავნეთ მონაწილეებთან დეტალურად ავხსენეთ როგორ შემოვიდნენ, იმიტომ რომ არიციან ჯერ და ეს ძალიან ბევრი სირთულეა ამ ხო, შეიძლება ახლა პატარა კაზუსები იყოს, არ გამოვრიცხავთ. იმიტომ რომ ცოტა ისეთი უცნაური მისასვლელია, უკანა შესასვლელიც არის, წინაც არის, იქ საიდან უნდა მოვიდე. ესეთი მარტივი არ არის, მაგრამ მე ვიმედოვნებ
ვფიქრებ, რომ ეს პირველი, ასე ვთქვათ, ნაბიჯი ამ ლოკაციაზე იქნება კარგად ჩატარდება. ეჭვიც არ მეპარება, იმიტომ რომ იმდენი ხნით ადრე აორგანიზებთ ამ ყველაფერს და ყველა ნიუანს, ყველა წვრილმას ითვალისწინებთ, რომ დარწმუნებული ვარ საბოლოოდ შემდგომ რეზულტატი შესაბამისი. აი ხა რო შემოხვალ, აი ნანასაც არაერთხელ მithქვამს. როდესაც აი ეს ხელოვანები წარმოაჩენენ ხოლმე თავიანთ ნაკეთობებს, ზოგჯერ ფიქრობს, მეც მიფიქრია, ცოტა გამხელილი ჯობს რა, ნუ აი ახალი რა უნდა იყოს ერთი და იგივე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, სულ სხვა თვალით უყურებ იქ და სულ სხვა რაღაცეებია. აი ხო ვფიქრობ, რომ ნუ კარგი ხო, კაი სამკაული, კარგი იქ რაღაცა ეს რომ მიხო და მე იქ განლაგებასაც აქვს მნიშვნელობა. მართლა აქვს. აი თუ ყოფილიყავთ ხო თქვით რომ ზამთრის იმაზე და იმ სივრცეში სხვანაირად აღიქმება. და ატმოსფეროა ხოლმე ყოველთვის ისეთი რომ შეიძლება სხვა დროს იმას სხვა თვალით შეხედო, იქნება თუ რაღაც ნამუშევარი. ამიტომ მე ყველას ურჩევ რომ არ გამოტოვონ ეს დღე და გაილამაზონ აი სხვა ჩვენ მშვენიერი ბანერი გვაქვს რომელიც ფერშიც უხდება თქვენ სტუდიას. 14 აპრილს არის ძვირფას რადიო მსმენელებო, ეს საგაზაფხულო ბაზრობა ნამდვილად ძალიან მრავალფეროვანი პროგრამით და ამას თქვენ დაგიტოვებთ. დიდი სიამოვნებით, კი ბატონო. იცით რა მაინტერესებს? მიმდინარე წელს დასაფინანსებელი პროექტების მთავარი მიმართულება, განათლება და სწავლება უკეთესი მომავლისთვის, ხო? ამ მიმართულებით რა არის ასოციაციის მიერ დაგეგმილი? აი მიმდინარე პროექტებზე მოგახსენებთ, ერთ-ერთი არის ნიქოსში კერამიკული საამქროს მშენებლობა, რომელიც დაწყებულია უკვე. კედლებია 2 სართულის, ანუ ვიტრაჟული კედლები გასაკეთებელი და ამას ვაფინანსებთ ჩვენ. ახლა ხანს ვიყავით წასული, როდესაც პროექტი შემოდის, ჯერ შესწავლა ხდება, შემოწმება ხდება, მერე თანხას რომ გადაურიცხავთ, მერე მონიტორინგი ხდება, მთელი კომიტეტია ამის გაკეთებული და წავედით და ისეთი შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი. აი ომის შემდეგ აბსოლუტურად დანგრეული სოფელი, სადაც ერთადერთი შენობა ეკლესიის გვერდით შენობა გადარჩა მხოლოდ, ახლა არის აღდგენილი და აქტიურად ფუნქციონირებს სკოლა, სადაც 200 ბავშვი ცეკვაზე დადის. წარმოგიდგენიათ? ისეთი ენთუზიაზმით არის იქ მეუფე ისაია. ეს ხელმძღვანელობს ამას ყველაფერს და მოკლედ მოვიხიბლეთ ამ ენთუზიაზმით უკვე გაკეთებული სამუშაოთი და აი ეს კერამიკული საამქროც ძალიან საინტერესო იქნება, ფესტივალები იმართება იქ ხოლმე. ნუ ეს ერთი, მეორე არის მაღალმთიან რეგიონებში, აი რაჭაში, აჭარაში, მარნეულის რაიონში, რამდენიმე სოფელში უკვე ჩატარდა კვლევა წარმატებული მოწაფეები შეირჩა, რომლებსაც არ აქვთ ფინანსური საშუალება იმის, რომ ლეპტოპები იყიდონ და ჩვენ ამას ვაფინანსებთ. 20 ლეპტოპის შესყიდვა მოხდება და გადაცემა ამ ბავშვებზე წარმატებულ სტუდენტებს არა სკოლის მოსწავლეები და საკმაოდ საპასუხისმგებლოც არის. ეს ორი გამახსენდა ახლა ამ წუთში, მაგრამ ამ მიმართულებით აი მსგავსი პროექტები ფინანსდება. დიახ. და ალბათ საკმაოდ რთულია ხო აი ამ პროექტების შეფასება შემდგომ დასაფინანსებლად. რაღაცა ეტაპები ალბათ გასავლელი და თავისი კრიტერიუმები აქვს და ძალიან გამჭვირვალეა. ძალიან ესეთი დეტალური გაიდლაინები რაღაცა ქართულად ნანამი. ეხლა ეს ტერმინატიკა რამე ბარბარიზმი. არა, ეს ბარბარიზმი არა, ხო, ეხლა ნუ ტერმინია ასეთი, ხო, მაგრამ ძალიან გამჭვირვალეა. ნამდვილად, აი აქ როგორ არის ის შენ თვალწინდებს ყველაფერი. ჯერ ერთი ეტაპები ამ პროექტის შემოსვლის, შემდეგ განხილვის ერთი კომისია, მეორე კომისია, მესამე კომისია, ბოლოს საერთო კრება. მანამდე კიდე ეს მისით იგზავნება ხომ მეილის სახით შეკითხვები ხომ არა გაქვთ, რას დაამატებთ, ეს ყველაფერი და გამჭვირვალე ახლა ნანა მახსენა კიდევაც ადგილზე ნახვით დარწმუნებით და ეს ყველაფერი როდესაც განიხილა, ესე არ არის რომ იმან მითხრა და იქ ჩემი ვიღაც დეიდაშვილის ნათლულია და ეგრე არ ხდება. ამ საქველმოქმედო კომიტეტში 13 ქალია, კენტი რომ ხმის მიცემით ხდება ყველაფერი, რა თქმა უნდა, შესწავლის და გამოკვლევის შემდეგ და
მე აუცილებლად მონიტორინგი კეთდება. ასევე თანამშრომლობთ სხვა ორგანიზაციებთანაც. ასეთი არის სტრატეგიული კვლევებისა და რაღაცის ცენტრი არის ისინი მოგვაწოდებენ ხოლმე, რა თქმა უნდა ჩვენი მხრით კიდევ ვამოწმებთ ამას ყველაფერს და როგორც ნანამ თქვა, აუცილებლად ადგილზე მივდივართ და ვნახულობ და ასევე ვაფინანსებთ ინდივიდუალურ პროექტებსაც, ოღონდ ეს უფრო სამედიცინო განხრით არის. მაგალითად, ახლა ერთ გოგონას, რომელსაც ფეხით სიარული არ შეუძლია და აუცილებლად ოპერაცია სჭირდება, ოპერაციას ვაფინანსებთ ნაწილობრივ, ნაწილს სხვა ორგანიზაცია იხდის. რაღაცა იმ მსგავსი პროექტები, ოღონდ როდესაც მხედველობა დაუბრუნეთ ძალიან ადამიანის ცხოვრებას ცვლი და ეს არის ძალიან ერთხელ თუ შეეხი ამას მე ვეღარ შორდები და ნამდვილად დიდი მოტივაცია შემდგომი საქმიანობისთვის. იცით რა არის კიდე აი ჩვენთვის აქაურებისთვის ნანა დამფუძნებელია. მე 20 წელი გახდება გახდა 4 აპრილს 20 წელი ბარე მაქვე გაგაწყვეტინებთ ჩავრთავ რომ აპრილის მეორე კვირაში 28 წლის გავხდით. ოღონდ არ მახსოვს რომელი რიცხვი იყო აპრილის. 28 წლის სივრცის პრინციპში. კი, თურმე საიუბილეო. აი ამდენი წელია ვარ და რას ვამბობდი კაცო? გამიწელია. არა, აი პროექტებზე საუბრობდით და ნუ ამდენმა პროექტმა გაიარა ჩვენ წინ მეთქი, მაგრამ დამიბრუნდება ის აზრი. ეს მხედველობის დაბრუნებას მოყვა რაღაც. არა, ესეთი ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შევცვალეთ უკეთესობისკენ და ხო, არა, აი რას ვამბობდი, რომ წეღან ნანა მახსენა, რომ ესეთი ნუ ბალანსი არ არის. იქ არის 25% ჩვენი ქართველების ასე ვთქვათ წევრობა და 75% რომელიც როტაციულია უფრო რასაკვირველი. ქართველების ნაწილშიც არის როტაცია, ნუ ვიღაცა მიდის ასოციაციიდან ვიღაც მოდის ახალი, უფრო საინტერესო ხედვით და შემოთავაზებით, აი მე მაგრამ ყველაზე კარგი იცით რა არის? აი ხა მე ჩემი იმით ვამბობ, აი რის თქმასაც ვაპირებ. კი ბატონო გისმენთ ხოლმე. ესე იგი, როდესაც ამდენი უცხოელი მეგობარი ადამიანი რა აქვს მნიშვნელობა ის დიპლომატის სტატუსი იქ დიპლომატი რო აღარ იქნება ის ჩვეულებრივი ადამიანია რომელსაც აქვს ისეთივე ადამიანური განცდები და ემპათიები და ასე შემდეგ ის რო შემოდის შენ ქვეყანაში და უნდა რომ შენიანს დაეხმაროს და რაღაცა რა თქმა უნდა შენ ათმაგად სტიმულირებული ხარ რომ აი მე რა კარგია რომ ესე და შენც ფიქრობ რომ აი რასაც შენ გაიღებ რასაც შენ გააკეთებ მის გვერდით დგომით და არა იმიტომ რომ რაღაცა დაიწერო იცი რა მე აი ამ რაღაცის წევრი ვარ რა თუ წევრი ხარ უნდა გააკეთო და თუ არა და ხა იმის წევრობა რა ხელფასი ჩვენი გარა გვაქვს და ეს დაწესებულება არ არის ოფიციალური ესეთი ორგანიზაცია ეს საქველმოქმედოა ამიტომ ეს კიდევ მეტი რაღაცნაირი პასუხისმგებლობა რომ ეს მოვიდა ვიღაც არ მინდა კონკრეტული ქვეყანა ვახსენო მოვიდა და აი მე მინდა რომ აი ნახევ ეს სადღაც გადავეყარე აი ამ ადამიანს უჭირდა რაღაცა და მე მინდა რომ ეს დავაფინანსო იმ წუთშივე გიჩნდება რომ რა კარგია მე შენ გვერდით უთგები და რაღაცნაირი ისეთი ის არის გზნობა სტიმულია და მე რომ ხედავ რომ აი ამას რაღაცა შედეგი აქვს შედეგებს ნამდვილად მოდით ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ რომ ვუთხრათ ჩვენს რადიო მსმენელს და Facebook მაყურებელს საათ როდის უნდა მობრძანდნენ და მოკლედ შევაჯამოთ 14 აპრილს კვირას სასტუმრო პარაგრაფში თბილისში თავისუფლების მოედანთან არის ეს სასტუმრო შემოსასვლელი გუდიაშვილის ქუჩიდანაა შემოსვლა უფასოა მობრძანდით ისიამოვნეთ სასიამოვნოდ გაატარეთ დღე შეიძინეთ ნივთები და აი თქვენი სტუმრობით დაეხმარებით ძალიან ბევრ ადამიანს მოუწოდებ ყველას მოიყვანეთ ბავშვები მეგობრები ძალიან დიდი მადლობა მე დარწმუნებული ვარ რომ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი იქნება ეს თქვენი და გელოდებით შემდგომი პროექტების სიახლეებით და დაგეგმილი ამბებით ჩვენს სტუდიაში სტუმრად უღრმესი მადლობა დაგემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით
გახდით, ჩვენ რადიო მსმენელს კი შევახსენებ, რომ ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს დამფუძნებელი ნანა დვალი და ამავე ასოციაციის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და არაჩვეულებრივი კომპოზიტორი ქალბატონი ნანა კალანდაძე იყვნენ ჩემთან ერთად.